გლობალურმა ავიაკომპანიებმა საავიაციო საწოლზე ფასების ზრდის გამო ბილეთების გაძვირება და რეისების შემცირება დაიწყეს. როგორც დარგის ექსპერტები ამბობენ, საავიაციო საწოლზე ფასები უკვე გაორმაგებულია, რაც ბუნებრივად აისახა ავიაბილეთების ღირებულებაზე. თავის მხრივ, ფასები მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება საავტომობილო საწოლზეც. როგორ გაძვირდა ავიაბილეთები და რა ტენდენცია იკვეთება საწავის ქართულ ბაზარზე, რომელი ახალი ბაზრებიდან განიხილავს ქვეყანა ნავთობპროდუქტების იმპორტს. მარი მელიქიშვილი გვიერთდება ამ აქტუალური თემის დეტალებით ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ. გამარჯობა, მაია, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. როგორც უკვე აღნიშნეს, ავიაციო საწოლზე ფასი გაორმაგებულია. დარგის ექსპერტები ამბობენ, რომ ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებიდან ამ დრომდე საავიაციო საწოლი თითქმის 100%-ით გაძვირდა და ამჟამად ბარელზე მისი ღირებულება 150-დან 170 დოლარამდე მერყეობს, თუმცა გასული თვის ბოლოს ფასი $200-საც აღწევდა. შეიძლება ითქვას, რომ რეგიონულ ჭრილში საავიაციო საწოვის ღირებულება განსხვავებულია ჯერჯერობით. ყველაზე იაფი ის ჩრდილოეთ ამერიკაში ღირს, ყველაზე ძვირი კი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საავიაციო საწოლზე ფასების უპრეცედენტო ზრდამ გლობალური ავიაცია მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, ვინაიდან ამ ინდუსტრიის საოპერაციო ხარჯების მეოთხედს სწორედ საწოვი შეადგენს. მისი მნიშვნელოვნად გაძვირების გამო კი ავიაკომპანიები იძულებულები გახდნენ ტარიფები გაეზარდათ, შეემცირებინათ გამტარუნარიანობა და გადაეხედათ საკუთარი ფინანსური პროგნოზებისთვის. როგორც ბიზნეს პარტნიორთან საუბრისას ტურისტულ კომპანია Go Tour-ში აცხადებენ, ავიაბილეთებზე ფასების დაახლოებით 20-30%-იანი ზრდა მოუწიათ იმ ავიაკომპანიებს, რომლებიც შორ მანძილზე ოპერირებენ. დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანიები კი, რომლებიც უმეტესად მოკლე მანძილზე დაფრინავენ, ცდილობენ, რომ ბილეთებზე არსებული ფასები ჯერჯერობით შეინარჩუნონ და მათი ფასნამატი ამ ეტაპზე მხოლოდ 10%-ის ფარგლებშია. აქვე გეტყვით იმასაც, რომ Reuters-ის ინფორმაციით ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის დაწყებამდე ავიაციის ინდუსტრია წელს რეკორდულ $41 მილიარდი მოგებას პროგნოზირებდა, თუმცა საავიაციო საწოლზე ფასების გაორმაგებამ ამ პროგნოზს საფრთხე შეუქმნა. ერთი თვის წინ ომის დაწყებამდე საავიაციო საწოლი ღირდა მიახლოებით $80-90. რის შემდეგაც გაძვირდა, დღესდღეობით ფასი არის $150-დან $170-მდე. ეს მიანიშნებს იმას, რომ იყო 75%-დან 150%-მდე, ზოგ შემთხვევაში 200%-მდე კი ზრდაც კი. აქ უნდა ისიც აღინიშნოს, რომ ეს არ არის მხოლოდ ის ფაქტორი, რომ ჰორმუზის სრუტეში აღარ გადის საწვავი ამ ომის გამო, აქ საავიაციო ხაზებს დაჭირდათ ბევრი სხვა საკითხების გადაწყვეტაც, როგორც არის, რომ რისკის პრემიუმი ჩადეს. ასევე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მიახლოებით 5%-ით არის საავიაციო მოხმარება შემცირებული. ამასთან ერთად საავიაციო კომპანიებს, ბევრს განსაკუთრებით იმ კომპანიებს, რომლებიც ამ რეგიონს იყენებდნენ გადაფრენებისთვის, დაჭირდათ, რომ ფრენის გზები შეეცვალათ. შესაბამისად, ამ ყველაფერმა გამოიწვია საწოვის ზრდა, საავიაციო საწოვის და ეს საწოვი შეადგენს საავიაციო კომპანიების მიახლოებით 25-დან 35%-მდე საოპერაციო ხარჯს, რაც საკმაოდ დიდი დარტყმა არის საავიაციო კომპანიებისთვის. საავიაციო საწოლზე ნამდვილად საკმაოდ არის ზრდა, თითქმის ორჯერ არის ფასის ნამატი. რაც რა თქმა უნდა მყისიერად ისახება ხოლმე ამ შემთხვევაში ავიაბილეთების ღირებულებაზე. სამწუხაროდ ეს უკვე გამოიხატა, განსაკუთრებით დიდ მიმართულებებზე არის ესეთი თვალსაჩინო ზრდა, როგორც არის ამერიკა თუ ჩინეთი. გარდა ამისა, ზრდა გამოიწვია იმანაც, რომ გარკვეული მიმართულებები შეჩერებულია, იგივე დოჰათი შეზღუდულია ფრენები, რაც თქვათ გამოიყენება ტრანზიტული ფრენების დროს შორ მიმართულებებზე, დუბაიც ასრულებს, მაგრამ ეგეც რაღაცა ნაკლებად და ამან გამოიწვია ის, რომ სხვა ავიაკომპანიებმა გაზარდეს ამის ხარჯზე, ვინც ასრულებს შორ მიმართულებებზე ფრენებს, ფასები. საერთაშორისო ბაზრებზე მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება საავტომობილო საწოვის ფასებიც, რასაც ბუნებრივია ნავთობის ღირებულების ზრდა განაპირობებს. შეიძლება ითქვას, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე ნედლი ნავთობი თითქმის 50%-ით არის გაძვირებულია ბრენტის ტიპის ნავთობიც და ბარელის ფასი დღევანდელი მდგომარეობით $7 აღემატება. ცხადია, გლობალური მოვლენების კვალდაკვალ საწოვის ფასები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საქართველოშიც. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ყველაზე მოხმარებადი ბენზინი
კერძოდ რეგულარი, სხვადასხვა ქსელში საშუალოდ 45 თეთრით არის გაძურებული, დიზელზე ფასის მატება კი 70-დან 75 თეთრამდეა. როგორც ნავტოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი გვიყვება, ქვეყანაში საწვავის ფასების შემცირების მიზნით მისი სექტორი მოლაპარაკებებს სხვადასხვა მომწოდებლებთან აწარმოებს, კერძოდ განიხილება ბენზინისა და დიზელის იმპორტის გააქტიურება ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან. ჩვენ ესე ვთქვათ დარგს ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ შეუძლია ორკვირიანი ესე ვთქვათ მარაგებით გაიტანოს 2 კვირა თავი. საქმე იმაშია რომ ჩვენ მეტი მარაგები არა გვაქვს, არც რეზერვარები გვაქვს მეტი და არც ფინანსები გვაქვს მეტი. და მთავარი ფაქტორი ბენზინი ძალიან დიდხანს თავს რეზერვარებში არ ინახავს. ანუ ორთქლდება და ხარისხს კარგავს. საიდან მოდის საწვავი? ბელორუსიიდან მოდის. მოდის საწვავი ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, საბერძნეთიდან. ეხლა სრული პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ და მინდა უთხრა მომხმარებელს, აი დამაწნარებელი ესე ვთქვათ სიტყვები, რომ ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ სექტორი, მთლიანად დარგი, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ყაზახստანთან, მოლაპარაკებები მიმდინარეობს თურქმენისტანთან. უნდა გამოყოთ 2 ნაწილი. ერთი ნაწილი არის მოკლევადიანი რისკი, მეორე ნაწილი არის გრძელვადიანი რისკი. მოკლევადაში თუ ომი მალე გადაწყდება, შესაბამისად ფასების ცვლილებასაც მალე დავინახავთ. დასტაბილურდება ინფლაცია, დასტაბილურდება კომუნალურები, გამოწვეული იქნება ეს რა თქმა უნდა იმითი, რომ ნავთობის ფასი დასტაბილურდება და ჩამოვა, ჰორმუზის სრუტე გაიხსნება და ეს ყველა პრობლემა რაც ამ ომმა გამოიწვია, ნელ-ნელა ჩადგება კალაპოტში. იმ შემთხვევაში თუ გრძელვადაზე გვაქვს საუბარი და ომი დიდხანს გაგრძელდა, ეს პრობლემა ისევ აქტუალური იქნება და მომხმარებელი ბევრად უფრო მეტად იგრძნობს ჯიბეზე ამ პრობლემას. გაძვირდება პროდუქცია, გაძვირდება ნავთობი, გაძვირდება სურსათი, ტრანსპორტი, გადაფრენები. შეგახსენებთ, ნავთობის გაძვრების მიზეზი შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ 28 თებერვალს ირანზე მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყება გახდა, ჩაიკეტა ჰორმუზის სრუტე, ვიწრო გასასვლელი სპარსეთის ყურიდან ოკეანეში, რომელიც წლიურად მსოფლიო ნავთობის მე-5-ს ატარებს. ამ ყველაფერმა ნავთობის მიწოდება შეაფერხა, რამაც ბუნებრივია მისი ფასის ზრდა განაპირობა. მადლობა, მარი მელიქიშვილი საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.